საქართველოს კულტურის სამინისტრო და რუსთავი 2 წარმოგიდგენთ. ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო. საინტერესო ეს არის პროცესია. როცა ეს არ არის, არაფერი არ არის მაშინ. ტრადიცია გადადის საუკუნიდან საუკუნეში. ესაა ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი გენეზისი. შეხარ ნაწილი უზარმაზარი ცივილიზებული სამყაროს. იმედი მაქვს, რომ კულტურა ყველაზე დიდ ავტოგრაფს ტოვებს კაცობრიობის ცნობიერებაზე. უნდა გიყვარდეს შენი საქმე. განწყობა უნდა კონდეს, რომ იმღერო. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ გააკეთო შენი საქმე. ეს არის არისტოკრატიის სავსე გადაცემა. ეს არ არის ძველმოდური, მართლა. აი ეს არის თანამედროვე. ადამიანები მოდიან სიყვარულით ჩვენს გადაცემას. სიყვარულს ყავლი არ გაზდის, არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლეში. ამ ადამიანების გარეშე ეს არ გამოვიდა და ქვეყანას უმასპინძლებ, რომელსაც საქართველო ქვია. იუმორი იყო ყველგან და ყველაფერში. ჩემი ასაკი ის ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. მინდა რომ ეს გადაცემა გრძელდებოდეს სულ. დღეს მე დავინახე რომ ქართული საზოგადოების სიტყვა ისმენდა. ამას ვაგრძელებ ახლა. აი ეს ასე უნდა გაგრძელდეს. საღამოქმედობისა ქალბატონებო და ბატონებო, რუსთავი 2-ის ეთერშია ავტოგრაფი. მე მისი წამყვანი რეზო ჭიჭინაძე ვარ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ავტოგრაფზე ადამიანთა ცნობიერებაში. ჩვენ შევეცდებით მოვლენებს შევეხოთ, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მე-20 საუკუნის საქართველოს კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება. პიროვნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც ამ პროცესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო. 2025 წლის ნოემბერში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, კერძოდ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო, რომელიც ამავდროულად საიუბილეო გახლდათ და იერუსალიმში შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის 75 წლის თავს ეძღვნებოდა. ავტოგრაფის დღევანდელი გამოშვება სწორედ რუსთაველის ფრესკის აღმომჩენს, დიდებულ პოეტს და ჭეშმარიტ საზოგადო მოღვაწეს ირაკლი აბაშიძეს ეძღვნება. სტუდიაში კი ბატონ ზურაბ აბაშიძე. ბატონ ზურაბ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით დღეს და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონ ზურაბ, შესავალ სიტყვაში მე ვსაუბრობდი იმასთან დაკავშირებით, რომ ოქსფორდში მოეწყო საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომ მოგვიყვეთ ამ კონფერენციის შესახებ, ვინ გამოვიდა, რა მოხსენებები იყო გაკეთებული. დიდი მადლობა მოწვევისთვის უპირველეს ყოვლისა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო მართლაც, რომელიც 6 ნოემბერს ჩატარდა. ეს ის დღეა, როდესაც ზუსტად 65 წლის წინ ჯვარის მონასტერში იერუსალიმში აღმოაჩინეს შოთა რუსთაველის ფრესკა. მაშინ განხორციელდა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მამაჩემის ირაკლი აბაშიძის თაოსნობით იყო ორგანიზებული და ამ ექსპედიციის წევრები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, თვითონ ირაკლი აბაშიძე, რა თქმა უნდა, მათ მიაღწიეს იმას, რომ ის რაც გადმოცემით იცოდნენ, ის რაც ტიმოთე გაბაშვილის, ნიკო ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის გადმოცემით იყო ცნობილი რუსთაველის ფრესკის არსებობის შესახებ. აი ეს ფრესკა გაიწმინდა მაშინ და სწორედ ეს 65 წლის წინ მოხდა. აი ამ დიდ თარიღს მიეძღვნა ეს კონფერენცია ოქსფორდში. ამ კონფერენციის სული შემდგმელი ორგანიზატორი იყო ქალბატონი თეა გომელაური, დოქტორი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ოქსფორდში. ძალიან საინტერესოდ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული. 12 ენაზე წაიკითხეს ვეფხისტყაოსანი. ავთანდილის ლოცვა 12 ენაზე იქნა წაკითხული. ასევე იქ წარმოდგენილი იყო
რუსთაველი, რომელიც 287 ქართველი საზოგადო მოღვაწის მიერ იყო ესე ხელით დაწერილი და ეს მოხდა აი ამ ასეთი საინტერესო ძალიან წიგნის შექმნა გურამ ახალაიას თაოსნობით, მისი ინიციატივით, აი ეს წიგნიც იქ იყო და ეს გააცნეს. იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა. მართლაც ისტორიული მოვლენა გახდა და მე მაშინ პატარა ვიყავი, ჯერ კარგად მახსოვს, თუ რაოდენ დიდი სენსაცია იყო მაშინ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ზოგადად ჩვენ ცნობიერებაში. ეხლა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს 1960 წელია, სტალინი ჯერ ახალი გარდაცვლილია 6-7 წლის წინ. საქართველო იყო მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი და ეს მოვლენა ზოგადად გახდათ ჩვენი თვითშეგნების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ცნობიერების თავისებური გამოღვიძება, იმ კავშირის აღდგენა, რაც არსებობდა დღევანდელობასა და წარსულს შორის, ეს ყველაფერი მაშინ აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმებოდა საზოგადოებაში. აი ეს ვიმეორებ დღევანდელობის კავშირი მოქროს ხანასთან, თავისებური ეს კულტურული პროტესტიც იყო იმ დღევანდელობა, იმ ეპოქასთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით. აჩვენეს იქ სხვათა შორის ამ კონფერენციის მსვლელობისას აი ეს ფოტოსურათი პირველი ასლი, რომელიც გადაიღეს 6 ნოემბერს გაიწმინდა ფრესკა და 7 ნოემბერს გადაიღეს ფოტო უკვე ალფრედ ბერნჰაიმის ორიგინალი შეიძლება ითქვას, რომელიც სახში გვაქვს ჩვენ და სათითო უვლით რა თქმა უნდა როგორც შეგვიძლია ამ ფოტოს მეც მქონდა შესაძლებლობა რომ მიმემართა აქედან თბილისიდან კონფერენციის მონაწილეებისთვის და სხვებთან ერთად წამეკითხა ნაწყვეტი აი უცხოურ ენაზე. ამჯერად ესპანურ ენაზე მომიწია ამ ნაწყვეტის წაკითხვა, ჩემდა საბედნიეროდ ესპანელმა მონაწილემ ვერ შეძლო კონფერენციაში მონაწილეობა და მე მითხრეს, მაშინ მე ვუთხარი მე ჩავანაცვლებ და ესპანურად მოხერხდა ამის გაკეთება. როგორ იგონებდა ბატონი ირაკლი თავისი აი ამ პოეზიის გზის დასაწყისს? იმ პერიოდში, როდესაც ის შევიდა პოეზიაში საკმაოდ ესეთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელები იყვნენ და საბედნიეროდ ქართველები განებივრებული ვიყავით. ახლა ამაში 9 წელს არის დაბადებული. თბილისში ჩამოვიდა, ჩააბარა უნივერსიტეტში 26 წელს. ახლა ეს ეპოქა გახლავთ ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ ამ საბჭოთა კავშირში შენარჩუნებული იყო თავისუფლების რაღაცა გრადუსი, ასე ვთქვათ. აი ჩაიარა იმ ტრაგიკურმა მოვლენებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო ომთან, აუწერელ სიდუხჭირესთან, რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია შემდეგ რუსეთში სამოქალაქო ომმა, რომელიც აი კანიბალიზმის შემთხვევამდე მიდიოდა. შემდეგ 1924 წლის აჯანყება და ეს უბედურება რაც მოყვა მომდევნო პერიოდში ყოველივე ამას. აი 20-იანი წლების მეორე ნახევარში უკვე აქ სიტუაცია ჩაწყნარდა მეტნაკლებად. ეკონომიკურად ქვეყანამ საქართველოს მაშინ ამოისუნთქა და ამას მოყვა ყველაფერს გაცოცხლება ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურულ ცხოვრებაში. მაშინ გაჩნდა უამრავი ექსპერიმენტული მიმართულებები, აი ეს ცისფერყანწელები, ფუტურისტები, მემარცხენეები, პროლეტკურტი, ეს იყო ეპოქა, როდესაც ახალ ფორმებსა და ახალ შინაარს ეძებდნენ ხელოვნებაში, მწერლობაში, პოეზიაში. თბილისში თავი მოიყარა მაშინ მარტო არა უაღრესად ნიჭიერმა ახალგაზრდობამ, არამედ ბევრმა, ვინც რუსეთიდან ჩამოვიდა და გადმოიხვეწა. რა თქმა უნდა, პირველ პლანზე იყვნენ ცისფერყანწელები და მასთან მამაჩევი მეგობრობდა პავლო იაშვილი უპირველეს ყოვლისა, ტიციან ტაბიძე, სიმონ ჩიქოვანი, გოგლა ლეონიძე. მე ეს ხალხი მახსოვს, იცით? პავლო იაშვილი რანაირად 27 წელსში იცით როგორაც გარდაიცვალა, თავი მოიკლა. ეს ცალკე ისტორიათ არის აღწერილი მამაჩემის მიერ აი ამ წიგნში. აუცილებლად შევეხებით. და მე ეს დიდი
პიროვნებები მახსოვს მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ 60-იან წლებში, ზოგი 70-იან წლების დასაწყისში, აი ასეთი ეპოქა იყო მაშინ საქართველოში, როდესაც აი მწერლობა, კულტურა პირველ პლანზე იყო წამოწეული. წიგნში მამა ჩემი იგონებს, ცოტა წინ წავალ შეიძლება რომ მაშინ როდესაც 30-იან წლებში ცოტა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, ქართული მწერლობა იმ პოზიციაზე იდგა, რომ საჭირო იყო ქვეყნისასვით სასიკეთო საქმეებში ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. აი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ბატონი ზურაბი ახლა საუბრობს წიგნზე 30-იანი წლების ზარები, ხო? ამის გამოშვება მაინც კომუნისტურ საქართველოში ძალიან სარისკო ამბავია. როგორ იხსენებდა ის ზოგადად აი ამ პერიოდს 30-იანი წლების პერიოდს, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მწერალთა კავშირში მაშინ წელში, არც თუ სასიამოვნო. დიახ, ეს წიგნის მართლაც აი 80-იან წლების ბოლოს დაიწერა და გამოქვეყნდა სულ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე მამა ჩემი გარდაიცვლებოდა. ნუ აქ უკვე მან აბსოლუტურად ღიად გაიხსენა ყველაფერი, რაც იმ ეპოქაში ხდებოდა, განსაკუთრებით 30-იანი წლებია. მათ შორის იაშვილის თვითმკვლელობა. განსაკუთრებით აი ცალკე თავად, ცალკე პასაჟად დიდი ნაწილი აი პავლო იაშვილს ეძღვნება ამ პიროვნებას, რომელიც გამორჩეული იყო გამორჩეულთა შორის ყველანაირად. თავისი ადგილით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც პოეტი, როგორც პიროვნება, როგორც შესახედავად, ასე ვთქვათ, მართლაც გამორჩეული ვაჟკაცი და ასე შემდეგ. თუ აი მისი ტრაგიკული, პირადად მისი ტრაგიკული ისტორია გარკვეულწილად იმ თაობის ტრაგედიაც არის. პავლო იაშვილი, რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენდა, როდესაც ის მოუწოდებდა ერთ-ერთი იყო, ვინც მოუწოდებდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ, რომ ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა მისი ცხოვრება სულ რაღაც 10 წლის შემდეგ თუ ცოტა მეტი. საუბედუროთ, აი ეს წლები არის უმძიმესი გამოცდა ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ აი ამ ქარცეცხლში გამოიარა მაშინ ამ თაობამ და ბევრი რამ შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს იდეოლოგიური წნეხი ყველას უდიდეს ტვირთად აწვებოდა, ბევრი გატყდა, ბევრი ფიზიკურად განადგურდა, მაინც ქართულმა მწერლობამ, ქართულმა კულტურამ გადაირჩინა თავი. ბატონო ზურაბ, აი წლების განმავლობაში ბატონი ირაკლი იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. იყო რთული პერიოდებიც, ნაკლებად რთული პერიოდებიც. როგორ იხსენებდა თვითონ აი ამ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს? მამა ჩემი უკვე 50-იანი წლებიდან, 56 წლიდან თუ არ ვწდები, შეიძლება ცოტა ადრეც კი 54-დან იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. მე კარგად მახსოვს ეს ბავშვური მოგონება, მაგრამ ამ შენობაში მყავს ნანახი, აი ჩვენი კორიფეები, ჩვენი მწერლობის. ეს იყო ნამდვილად ის ორგანიზაცია, რომელიც ინარჩუნებდა იმ მარადიულ ფასეულობებს, რამაც ჩვენ შეგვინარჩუნა მთელი ამ ისტორიის მანძილზე. რამაც ჩვენ დღევანდელ დღემდე მოგვიტანა, რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა სხვადასხვა ფორმებით, ეს ხდებოდა გარკვეული დიპლომატიით, გარკვეული ეშმაკობითაც, იმისათვის, რათა თავარი საქმე, საქვეყნო საქმე გაკეთებულიყო. ბევრი რამ ისეთი იწერებოდა და იქმნებოდა, რა თქმა უნდა. მაშინ რამაც აბსოლუტურად დაკარგა ფასეულობა, არც არავის ახსოვს უამრავი ნაწარმოები, მაკულატურად ქცეული საბჭოთა, ასე ვთქვათ, სტანდარტებით იქმნებოდა, მაგრამ იქმნებოდა ნამდვილი საუნჯეც, რაც შემორჩა და შერჩება ნამდვილად ღირებული რამ. სამუდამოდ. ჩვენ ბატონი ირაკლის ვიხსენებთ მთელი გადაცემის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება თქვენი ძმა ბატონი ვატო, მაგრამ სანამ ბატონ ვატოს დავპატიჟებთ, მოდით ერთი მუსიკალური ნომერი მივუძღვნეთ და აბსოლუტურად ყველა მუსიკალური ნომერი, რომელიც დღეს გავა ჩვენს გადაცემაში, ეძღვნება ბატონი ირაკლის ხსოვნას. წუხელთო და ნეტავ ჩემთან არა დარგაჩნდი გენახე და ძილში თბილად დაგეხურე
დავდექიბი როთოლზე გამთიაჩი დავეძებდი შენს პატარა ნაფეხურე დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე თოვლი 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 თეთრად დასახული ასე თეთრად გულუქვილოდ ხოვავი შვედში იმერეთში თემლის ხეზე გაზაფხული ეს პირველი თოვა ისე გამეხარდა ცვი მაქარი უსაქმურად დანაბერი ბევრი კარგი რამ სოდნია ბუნებას მაგრამ კარგო შენისთანა არაფერი დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე თოვლი 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 თეთრად დასახული ასე თეთრად გულუქვილოდ ხოვავი შვედში იმერეთში თემლის ხეზე გაზაფხული ასე თეთრად გულუქვილოდ ხოვავი შვედში იმერეთში თემლის ხეზე ახლა კი სტუდიაში ბატონ ვატო აბაშიძეს სთხოვ. ბატონო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. როდესაც შემოქმედზე არის საუბარი, ყველას აინტერესებს რა ხდება ამ შემოქმედების უკან. ანუ როგორი იყო ის სახლში. როგორი იყო სახლში? ითხოვდა რაღაც სპეციფიკურ გარემოს მუშაობისთვის. ანუ როგორი ადამიანი იყო, ასე ვთქვათ, როგორი მშობელი. ძალიან მშვიდი და ძალიან გაწონასწორებული. სულ საქმიანობაში, ოღონდ ეს გარკვეულ წამოწყებებში და შეეხებოდა ეს ვთქვათ შემოქმედებით საქმიანობას თუ ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვათა შორის ჰქონდა მას საკმაოდ სერიოზული ორგანიზატორის უნარჩვევები დღეს რომ მენეჯერებს ვეძახით მას. აქედან გამომდინარე ბევრი რაღაც თავის დღევანდელი ენით ისევ პროექტები აქვს დამოწყებული და შესაბამისად სახლში იყო ძალიან დიპლომატიური იყო შვილებთანაც, ალბათ ზურაბის დამედასტურებს და მე მისი ხმამაღალი სიტყვა ალბათ ერთხელ ან ორჯერ თუ მომისმენია. ისე გეტყოდა სათქმელს რომ მიხვედრილიყავი. სხვადასხვა პატარა ბავშვი, პატარა ვიყავი, პატარა ალბათ ესე დაახლოებით 7 წლის, 6-7 წლის კონტრუშა მქონდა და სახლში ვიყავი თავისთავად, მაშინ ტელევიზიით გადიოდა ომი და მშვიდობა. ერთად უყურებდით და რაღაცა ვიკითხე იქა, რომ აი ეს ვინ არის თუ რა არის. ცოტა გაკვირვებულმა შემოხედა, რომ როგორ შენო ომი და მშვიდობა არ წაგიკითხიაო 7 წლის. ისე მითხრა, რომ რასაკვირველია სასწრაფოდ მოვითხოვე ომი და მშვიდობა. ომეული, მაგრამ ეხლა ბავშვობაში მისი აღქმა რასაკვირველია. განსაკუთრებით ფრანგული ნაწილი სრული იქნებოდა. არ გამოდგებოდა. კი ბატონო. რაც თავარია რო კითხა. დიახ. ვახტანგმა უტიფრად დაადასტურა რომ წაკითხული გაქვს. კიო.
ეს წარმოუდგენელი იყო ასეთი. იყავით ოჯახის წევრები მის პოეზიის პირველი შემფასებლები თუ არ გაცნობდათ თავის ნაწარმოებებს? და, უფრო ჩვენი და, უფროსი და ირინა. დიახ. რომელიც იყო შემფასებელი მისი ლექსების და შემოქმედების. თუმცა პოეზიის მოვიხსნი უფრო ძმასთან და რამდენჯერმე მეცხვდა წილად ასეთი რამ, მაგრამ ეს უფრო 80-იანი წლების, უფრო სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მან დაწერა მოგონებები. ზარები 30-იანი წლებიდან. შეფასება გთხოვათ? იცით რა, მაშინ ვიყავი გაზეთის რედაქტორი, ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი და მას აინტერესებდა ალბათ ჩემი რედაქტორის, ასე ვთქვათ, თვალით აღქმული მისი ეს მოგონება. და როდესაც დავიკითხე, საერთოდ გამიკვირდა, რადგანაც უნდა გითხრათ, რომ ამ მოვლენებთან ერთად დასახელებული იყო სახელებით და გვარებით ზოგიერთი ესეთი ადამიანი და ფაქტები, რომლის რაც დაედო საფუძვლად მაშინდელ რეპრესიებს, დახვრეტებს და პირდაპირ ვთქვათ, დამსმენები ყავდა დასახელებული. აი იყო ეს მოვლენები მოყოლილი იყო, ასახული იყო და გვარსახელი იყო დასახელებული. ეს შავ ვარიანტში ამ მოგონების. მე უკვე ეს სადღაც 91 წლის ბოლო იყო, თუ არ ვხდები, ან ნოემბრის ბოლო, ან დეკემბრის დასაწყისი, როდესაც უნდა უკვე წაეღოს და გამოექვეყნებინათ ეს მოგონება. მაშინ გადავხედე საბოლოო ვარიანტს და ვნახე, რომ ეს სახელები და გვარები აღარ ფიგურირებს ამ მოგონებებში და გამიკვირდა. და ვკითხე, რომ მეთქი რატო ამოიღეთ ეს ხო აკრინებს გარკვეულწილად თავად ინტერესს და ასეთი პასუხი განცდა, რომ მეო ამ მოვლენების ბოლო მონსტრე დავრჩიო, ცოცხალიო. იმ ხალხსო, ვიზედაც მეკითხებიო, თავისი შვილები ყავს, ოჯახები, შვილიშვილები და არც მათი დამძიმება არ მინდა და არც ამით არც თქვენი დამძიმება არ მინდოდაო. ამ ყველაფერს მე ამ სამარეში წავიღებო და ასეც მოიქცა. ახლა კიდევ ერთი სტუმარი, ბატონი ლაშა თაბუკაშვილი უნდა მოვიწვიოთ. მადლობა ბატონ ლაშა სტუდიაში მობრძანებისათვის და იმისთვის რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ ლაშა, ვიცი რომ ბატონ ირაკლის თქვენს ოჯახთან საერთოდ დიდი ურთიერთობა აკავშირებს, ჯერ კიდევ მას აკავშირებდა ურთიერთობა თქვენს ბაბუასთან, ხომ თუ არ ვცდები, შალვა თაბუკაშვილთან და იქ ხშირად იყრიდნენ თავს ცისფერყანწელებიც. რომ გაიხსენოთ, მოგვიყვეთ, როგორ იხსენებდნენ ოჯახში აი ამ ურთიერთობებს. ეს დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ ერთხელ მერგო პატივი ბატონ ირაკლის საღამო მწერალთა სახლში წარმემართა და ეხლაც სიამით გიახელით, იმიტომ რომ ჩემი სათაყვანებელი პიროვნება იყო და არის და ძალიან მინდა რომ რაღაც ის მეათასედი მაინც თუ რამე შემიძლია ვთქვა ამ რაღაც უძიროდ ნიჭიერ ადამიანზე, სადაც პოეტი, დიპლომატი, მოღვაწე გასაოცარ პიროვნებამ. როდესაც ძალიან ბევრი რამე გაქვს სათქმელი, კარგი არის რომ კონკრეტულ შეკითხვას მისვამ. ამჯერად არის სწორედ პირველი ვიზიტი შალვა თაბუკაშვილთან და ბებიასთან, ნინასთან. გერონტი ქიქოძე მოიყვანაო, ბებია მიყვებოდა, ვიღაც აწოწილი ახალგაზრდაო, ძალიან მაღალიო და მთელი საღამო საოცრად აქო და არ დაიშურაო მის მიმართ ავტოვანებული სიტყვებიო, სრულიად ხმაწვილი იყო და გასაოცარი რა მოხდა, იცით, ეს ბაბუასთან ეს ურთიერთობა შემდეგ ყოველთვის უკვე ბაბუა რო გარდაიცვალა, მახსოვს არც ერთი პანაშვიდი ირაკლი რო არ ამოსულიყო და არ მიეგო პატივი მისი ხსოვნისთვის არ ყოფილა. შემდეგ მოხდა ისე რომ მამას ღრმად რო არ ჩავეძიოთ, დამხმარე ძალიან ცოტა ყავდა. ბატონ რეზოს.
ხო, რეზო თაბუკაში. საკმაოდ რისკიანი გზით მიდიოდა. ყოველი წასვლა შეიძლება დამთავრებულიყო იმით, რომ მეტი აღარ გაეშვა თუცხოეთში. და მრავალი სხვა უბრალოდ ერთი ფრაზით ვიწყი, აი მამაშვილს რომ მოუვლის. აი ესე მოუვარა და გაუიოლა ბატონმა ირაკლიმ გზა მამაჩემს. თავისი გავლენით, თავისი ურთიერთობებით, თავისი დამოკიდებულებით იმ საქმის მიმართ, რატომ? არა იმიტომ, რომ შალვაშვილი იყო, არამედ იმიტომ, რომ ჯეროდა იმ საქმის, ცოტა რომ გავიცინოთ, გეტყვით, მე მწერალთა კავშირის მდივნად რო ამერჩიეს. ბატონი ირაკლი იყო 35 წლის მწერალთა კავშირის მდივნად რო აირჩიეს სუდანის. მეც 35 წლის გახდით მწერალთა კავშირის მდივნად რო ამერჩიეს და ერთ-ერთი მორიგი დღეს შეიძლება ერთ 5 ჯერ მივსულიყავი ამათთან ანდაპირიქი. და რო შევედი, ირაკლი სადილობდა. ის თავის პატარა ჭიქა საყვარელი, ესეთი 20-30 გრამიანი ღვინის ჭიქა ქონდა, ალადასურით სავსე. შემომხედა, ჩამოწდა, იგი ჩემ აფწყინვალებავდა, სიკაშკაშემ, თვალი თანამდებობამ და ჩემმა, ესე იგი ზეწონადობა. რაში არის იცით საქმე, ირაკლი ბატონი 10 წლის ბავშვსაც დაუფასებდა ნიჭს. ეს ახასიათებთ უზომოდ ნიჭიერ ადამიანებს, როცა სხვისი ნიჭიერება ახარებთ და არა ძრგუნავთ. ეზო ამაშუკელის პოეზია უყვარდა ძალიან. დიახ, ეს ცნობილია, რომ ის აფასებდა მის პოეზიას, კი. კარგათაც გაკრავდა ხოლმე ესე ძველი ნაგაზივით კბილს. რეზოს თვითონ რეზო ყვებოდა მშვენივრად ამაში. თოთაშორის რეზოზე ამბობდა, რომ ამაშუკელზე, რომ რაღაცითო პავლო იაშვილსო მახსენებსო. ნუ ეწყობა ადამიანური თვისებებით, მაგრამ ნუ უამრავი ახალგაზრდები იყვნენ მაშინ ბატონი ნოდარ დუმბაძე, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ამაშუკელი, ძმები, ბატონი ოთარ და თამაშიძეები, რაც აი ძალიან მჭიდრო და ნუ მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა. მეგობრული ურთიერთობა და საოცარი იუმორი, რომელზეც ლეგენდები და ბატონი ირაკლის იუმორი როგორ იყო, იცით, თან ბატონ ნოდარს დუმბაძეს თავისთავად საოცარი გურული იუმორი ხო ჰქონდა. ბატონ ჯანსუღსაც ხო სერიოზული იუმორი ჰქონდა და ნუ მამაჩემსაც მე ესე ხდებოდა, რომ მამაჩემი თქვა რაღაცას იტყოდა და თქვა შეიძლება რაღაცა ფუნაგორია ყოფილიყო ან რაიმე ფრაზა ისეთი სარკასტული და თუ ჯანსუღს რა უთქაიგეთ, ჯანსუღს რა უთქვია და გაასაღებდა როგორც ჯანსუღის. ან პირიქით ისინიც ასე აკეთებდნენ, თქვა ჯანსუღ ჩარკვიანი იქნებოდა თუ ნოდარ დუმბაძე თუ რეზო რაღაცა სიტყოდნენ და დააბრალებდნენ მამაჩემს. ასეთი თამაში იყო, ასე ვთქვა, ჯერ ერთი შეთამაშებულიც იყვნენ და ნუ ასაკურველი ამაში ბოროტი არაფერი არის და იყო ადამიანური თვალსაზრისით, იუმორით გამსჭვალული ფრაზა. ეს მინდა ხაზი გაუსვა საერთოდ ბოლო ხანებში რაღაც დათითო კაცება დაეწყო მთელ პლანეტას გულისხმობა ამ შემთხვევაში. საქართველოს და აი ეს გასაოცარი რამ, რაც ჩვენ გვარგუნა ახლა. ბატონი ვატო ჩვენს უმცროსია და მაგრამ ყველაფერი ახსოვს ძალიან კარგად. ეს იყო ნიჭი, მშობლები რომ მეგობრობდნენ შვილების მეგობრებთან. ეს ჩემ მშობლებსაც ჰქონდა ბატონ ირაკლის უხვად ეცალა ჩვენთვის. ეცალა ჩვენთვის და ბევრჯერ ერთხელ აი მთელი საღამო მიუძღვნა გალაქტიონზე გვიყვებოდა. გალაქტიონზე გვიყვებოდა ჯერ როგორი არტისტიზმით, როგორი ზუსტი ესეთი მიმბაძველობით ეს აი მერე ვირწყით თავში ხელი რომ ანის ყოფილიყო დიქტოფონი
არ არსებობდა მაშინ TikTok-ი. ან გადაღება შესაძლებელი ყოფილიყო დღევანდელი ტექნოლოგიური თან გამომდინარე. ეს იყო რაღაც საოცრება, ეს იყო აი განუმეორებელი და თან ქონდა მის იუმორს, იცით, მშვენიერი და გონებამახვილი ადამიანები შემოხვედრა ცხოვრებაში, მაგრამ არიან პიროვნებები, რომელთა იუმორს ვერ მოყვები, ვერ გაიმეორებ. აი ბატონ ირაკლის ბაბუკა შეარქვა ოთარ შამათავა ჩვენმა ძმაკაცმა ბოლოში ვეძახდით ბაბუკას. ზურგს უკარა საკურველი. აი ეს ნიჭი ახალგაზრდებთან მეგობრობის მე უბრუნდები თქვენ იმ შეკითხვასაც და შვილების მეგობრობთან ურთიერთობის ნიჭს. და ჩვენი უნიჭობა იყო იმაში, რომ იქვე დააფიქსირე, გაიხსენე, თქვი, ეს ყველაფერი ხო ძალიან ბაცია, რა მეხსიერება ის. შენ გამახსოვრდება ემოციური ფონი, რომ აღწევანებული იყავი, მაგრამ კონკრეტიკა და დრამატურგია მონაყოლის უკვე ძნელი აღსადგენია. ახლა მოდით ერთი მუსიკალური ნომერი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენ მალე დავბრუნდებით ეთერში. შემოდრომის მოთები
ახლა სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ. ბატონი დავით მაღრელი. ბატონო, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით და ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. განსაკუთრებით საინტერესოა ალბათ პოეტის თვალით დანახული მეორე პოეტის სამყარო. არა შეფასება, არამედ მისი პოეტური სამყარო. როგორია თქვენი დანახული თვალით ირაკლი აბაშიძე? მოგესალმებით, საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს და მეგობრებს. ვიდრე რაიმეს ვიტყოდებ ბატონი ირაკლის პოეზიასთან დაკავშირებით ერთ პატარა მოგონებას ვიტყვი. გავიხსენებ ჩემი ბავშვობის წლებს. დიახ. პირველი თოვლი მოვიდა თბილისში და ბავშვები გამოვედით საგუნდაოდ და ერთმანეთს დავაყარეთ გუნდები და ნუ გვიხარია რა და ბატონი ირაკლი მეუღლესთან ერთად, ქალბატონ ელისთან ერთად მოსეირნოს გვალბახთან. და ჩაგვიარეს. შევწყვიტეთ გუნდაობა ხო უფროსი ხალხი რომ დავინახეთ. გავატარეთ და მე მივაძახე ლექსი. შესანიშნავი ლექსი მისი ესე იწყება რომ წუხელთო და ნეტავ ჩემთან რა და გაჩნდი გენახედა ძილში თბილად დაგეხურე. მე გავედილი თადრე პოლის განთიაჩი და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხური. ქუდი მოგვიხადა დაგვიქნია მადლობის ნიშნად ეკო გაისმა და წავიდნენ. შემდეგ რომ წამოვიზარდე უფრო ბევრჯერ მოხვდი ხელმწეულებებზე და სალხინოს უფრებზე სადაც ბატონი ირაკლი იყო, მაგრამ არასოდეს ამას ყვებოდა. რომ ისეთი ვიფიქრე, ისეთი თაობა მოვიდა, არ დაგვიშინონ გუნდები მედანელის და თურმე ლექსი იცი, ლექსი მომაძახესო, მაგრამ ისეთ ჩავატარეთ ეს თუთ სოფელი და ისე წავიდა ბატონი ირაკლი, არასოდეს არ მithქვამს რომ მე ვიყავ, იმიტომ რომ რაღაც ეს ხიბლი დააკლდებოდა რა, უცნობი უნდა დარჩენილიყო ლექსის თქმელი მისთვის. კი, ხო და რომ ესე დარჩენილიყო, უფრო მეტი ხიბლი ქონდა ჩემი აზრით ამ ყველაფერს, რომ უცნობი დარჩენილიყო ამ ლექსის მიმძახებელი და ავტორი. რაც შეეხება მის შემოქმედებას, მე 20 სიტყვას ვიწყი, რომ ეს არის 30-იანი, 40-იანი წლები, როდესაც ბატონი ირაკლი გამოდის სალიტერატურო სამოღვაწეო ასპარეზზე და ეს არის წლები, როცა რეპრესიებმა, საშინელმა რეპრესიებმა გადაიარა და ისე გამოხშირეს ქართული ლიტერატურის რიგები, რომ შემდეგ ესეთი ისიც კი იყო, შეიძლება საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, რომ სამთავრობო დადგენილება, რომ შეივსოს ეს გაცხრილული რიგები მწერალთა შორის, უნდა გაიწვიონ მუშები. გაწვევა ერქვა. გაწვევა და ჩვეულებრივია დაზგის მუშები გაიწვიეს პოეტებად და პროზაიკოსებად და ასე შემდეგ. ეს ის პერიოდია, როდესაც აგრესიულმა ნაწილმა ჩვენი სამწუხაროდ ჩვენი მაშინდელი საზოგადოების პირველად გაიგო კულტურული საზოგადოების სისხლის გემო. მე ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ მე სამწუხაროდ შემიჩნევია ხოლმე, რომ ეს წყურვილი მთლად არ განელებულა და თავს იჩენს ხოლმე პერიოდულად, არა სოციალ-დემოკრატების სახით, ეხლა უკვე სახეცვლილი, მაგრამ იჩენს. და ამ დროს ეს გამოდის ადამიანი თავისი ლექსებით სამოღვაწეო ასპარეზზე, სალიტერატურო ასპარეზზე თავისუფალი ყოველგვარი ყალბი პროვინციული პათეტიკისგან, ყალბი სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარულისგან და არის სავსე სითბოთი და სავსე კულტურით, რაც თავია პირველ თვალშისაც მე არის კულტურა, არა მარტო გენეტიკურად ჩამომავლობითი ოჯახური ტრადიცია, ესეც არის რა თქმა უნდა, მაგრამ არის პიროვნულიც, ხო, შენ რა გადაწყვეტილებას იღებ, რას ემემკვიდრები სულიერად. რას იღებ, რა ფასეულობებს, რა ღირებულებებს ეძებ შენ ტრადიციაში, შენ წარსულში, შენ აწყოში, რას უნდა ემემკვიდრო, რომ გადასცე მერე ეს ესტაფეტა შენ შემდგომ მომავალ ხალხს. აი ეს ორივე ისეთი ჰარმონია ოჯახშვილური ჩამომავლობითიც და პიროვნული გადაწყვეტილებითი, აი პიროვნული გადაწყვეტილების რომ ამ ჰარმონიამ შექმნა ეს არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ლირიკა, სავსე სიკეთით და სითბოთი.
აი ეს კულტურა, აი პირდაპირ მახასიათებელი ნიშანია მისი შემოქმედების და მისი ყოველი ნაბიჯის, სხვადასხვა და მისი ცხოვრებისეული ნაბიჯებისაც. თანსდებს, იმიტომ რომ ეს ისეთ შენაძენია, რომელიც არასოდეს აღარ მიგატოვებს, როგორი განსაცდელის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდე და გარდა კიდევ მისი შემოქმედებითი ტალანტისა, მინდა რომ ხაზი გავუსვა იმასაც, რომ იგივე რასაც მე არ მოვსწრები ვარ, მაგრამ აი შთაბეჭდილებით ცოდნა მაქვს. იმ ხალხის ლაპარაკი მახსოვს, იმ საზოგადოების საუბრები მახსოვს, როგორც ჩატარდა რუსთაველის იუბილე 800 წლისთავი. აი ეს მასშტაბი, როგორც შეიძინა ამ ყველაფერმა. რუსთველს, რა თქმა უნდა, ყველაზე მასშტაბური, ვინც ყავს მთელ ქართული კულტურის ისტორიაში, შოთა რუსთველია, მაგრამ შენ როცა მე-20 საუკუნეში, 60-იან წლებში იუბილეს უნდა დაადგა თავი, აი ეს მასშტაბი, რაც იუბილემ შეიძინა. ეს იყო ირაკლი აბაშიძის მასშტაბი. რა თქმა უნდა. პიროვნული მასშტაბი გადაეცა იუბილეს. მამას რო ვეკითხებოდი, აი ყველაზე დიდი აკორდი ეროვნული ბოლო აწეულების რა მიგაჩნია. ნიშნულოვნად თქო. რეზონ პასუხობდა ეს იყო რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეო, იმიტომ რომ ამან ისეთი ინერცია მიცა და ისეთი ნაყოფი გამოისხაო მარტო კარდიოლოგიური სკოლები რო გაჩნდა და იმ ქვეყნებში საერთოდ არ იცოდნენ საქართველოს და რუსეთის ისეგონად პერიფერია. ეს თვითონ აი ამ მასშტაბზე, როდესაც საუბრობ, თვითონ იყო აი ეს მასშტაბური პიროვნება, მე მახსოვს, ერთხელ აქ შერისხული მოსკოვში, მწერალთა კავშირში, პრეზიდიუმში რო შევიდა, იქ ლიტერატურული გენერლები ისხდნენ და ისეთი. აი თითქოს ლომი შევიდაო უცხო პრაიდშიო და ქედი მოუხარეს სხვებმა. აი ეს პიროვნული ის ქონდა რაღაც ის ენერგეტიკა, ის ხარიზმა მეცოტავება, სიტყვა ბოდიში ვაწვდ დავამთავრე. რა მინდა იცით მოგახსენოთ, რომ აი მისი როლი როგორ დაუდგა უწმინდეს და უნეტარეს გვერდში, როდესაც ეს ურთულესი აი ამ ხელ ამდენი ხნის დაჟანგული და ამდენი ხნის ჩახშული ენერგიის გაღვიძება, რომელზეც ჩვენ მასში საუბრობთ. ესე იგი, არ არსებობს სფერო, რომელიც საქართველოსთვის ყოფილიყო აუცილებელი და ზედმიწევნით საყურადღებო, სადაც ბატონი ირაკლის თავი არ გამოიჩინა. ეს 800 წლის მართლა გვირგვინი დაადგა. დღევანდელ დღეს შეიძლება ხო ახალმა თაობებმა ისე შეიძლება წარმოიდგინონ, რომ ეს იყო რაღაც ერთი საღამო. არა, ეს იყო მთელი ჩვენ დავარქვით დღევანდელი ენით პროექტი. მთელი პროექტი, რადგანაც თავის მოგონებებში უწერია, რომ უკვე 50-იანი წლების შუაში მოხდა გარკვეული გადაფასებები მისთვისაც და ზოგადად ქვეყანაში განსაკუთრებით, მაშინ ჩემთვის მთავარი პარტია და მთავარი გზა გახდა რუსთაველის გზა და შუა წლებიდან უკვე მთელი ეს დიდი პროექტი, მათ შორის ექსპედიცია პალესტინაში, მათ შორის რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნა, თარგმნა ვეფხისტყაოსნის ძალიან მრავალ ენაზე და იუბილე, სადაც უკვე ძალიან მასშტაბურად, როგორც დათომ თქვა, როგორც ლაშამ თქვა, მთელი მსოფლიოდან ძალიან ცნობილი ხალხი იყო ჩამოსული იმისთვის, რომ გაეცნოთ საქართველო და გაეცნოთ საქართველო როგორც რუსთაველის ქვეყანა. რადგანაც იმ პერიოდში ქართველების მიმართ ამ 50-იანი წლების შუა წლების შემდეგ საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება იყო მაშინდელ ხელმძღვანელებს, იგივე ნიკიტა ხრუშჩოვს და იდეოლოგ სუსლოვს. ნუ ქართველს მოძულეები იყვნენ სტალინის და ფიგურის გამო, რასაკვირველია. და მაშინ დიდი შემოტევებიც იყო, აღარ მოვყვები გარკვეულ დეტალებს და ნიუანსებს და 56 წელი და გადასახლებას უპირებდნენ ქართველებს საქართველოს და ესეც ფაქტია და ამას ალბათ სხვა დროს შევეხოთ და ამ იუბილეის ჩატარება სწორედ
მიზანი ერთ-ერთი ეს გახდათ, რომ გაეცნოთ მსოფლიოსთვის საქართველოს როგორც რუსთაველის ქვეყანა და ასწავლაშამ მართლაც მე თავისი შედეგები გამოიღო უკვე გაჩნდა ქართოლოგიური სკოლები, გაჩნდა მეტი ინტერესი. მე ახლა ხან დაუბრუნდი იერუსალიმიდან და განცდა მართლა მქონდა ისეთი, რომ იერუსალიმში აღთქმულ მიწაზე დრო შორდება და გიახლოვდება ჭეშმარიტება. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ციკლი თვითონ პალესტინა და გვირგვინი მისი ხმაკატამონტი. სწორედ აი ძალიან ეხმიანება იმას დროის განშორებას. ის რომ გამქრალი შოთა რუსთაველის ფრესკა უნდა გაცოცხლებულიყო და გაცოცხლებულიყო იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც ჩავიდა იქ ბატონი გიორგი წერეთელი, ბატონი აკაკი შანიძე და ბატონი ირაკლი აბაშიძე, ეს სამეული იყო, რომელსაც უკვე შავი ფერით დაფარული ფრესკა გააცოცხლეს, თავიდან გააცოცხლა. გამოანათარა შოთა რუსთაველმა, როგორც შანიძეს ჩვევია დავესესხები, ერთგან უწერია, რომ ქართულმა ფოლიანტებში ქართულმა ხელნაწერმა შემომცინაო. შემომცინაო უწერია ხო? ივანე პეტრიწონის მონასტერთან დაკავშირებით და აქ ამ შემთხვევაში რუსთაველის ფრესკამ შემოსცინა მთელ საქართველოს და მას მერე წარმოიდგინეთ რა ეს ის ხალხია, ვისაც შოთა რუსთაველი და ვეფხისტ ყაოსანი დანტესთან და გოეთესთან სახმალაოდ კი არ სჭირდება. მართლა გულწრფელი წადილი აქვს იმ ოკეანეში შესვლის, რასაც ვეფხისტ ყაოსანის თავაზობს მთელ ქართულ შთამომავლობას. და უცბად მიადგნენ მის პორტრეტს. ამისა დამხატავსა შოთას ღმერთმა შეუნდოს, ხო შეუნდნენ. და რუსთველი წერია. ეს იყო, რა ვიცი, აბა უფრო მეც რას უნდა მიაგნო ადამიანმა შთამომავალმა, რომ ასეთ დიდ დღესასწაულს ეზიაროს ადამიანთა ჯგუფი, რომ ჩამოაქვს საქართველოში რუსთაველის ფრესკა. გარდა იმ ლექსებისა, რომელიც უფრო მაშინ გაქვეყნდა და პოპულარული გახდა, იქ არის არაჩვეულებრივი იუმორი, არაჩვეულებრივი თვითონ მე ხა მისი ახალგაზრდობა არ მახსოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მისი ლექსიდან ჩანს, ძალიან ქარტეხელებიანი ახალგაზრდობა გავლილი და ქარიშხლიანი ცხოვრება აქვს, ეს თავგადასავლიანი ცხოვრება, CV არა აქვს, ბიოგრაფია აქვს. რა თქმა უნდა. ომში წარენ ამყოფი, დიდი პისტოთი გვახსოვს, ირაკლის ფოტო. რეპრესიების სხერპლი როგორ აღიქვა. პავლოიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი აქვს, რომ შენ ძველ სამშობლოში შენ შეგეძლო ლოცვით გელოცა და არც ახალში ვერცხლზე არა გაგიცვლი არა შენ დაეცი მაშინ როცა საქართველოზე კაენის სულის აღზევება გაისრიალ. რაც შეეხება პავლოიაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის რეაბილიტაციის საკითხის შეეხება. ბევრმა ალბათ იცის, ბევრმა არ იცის, რომ ეს სამი ქართველი წერალი იყო, პირველ თაგანები, ვისი რეაბილიტაციაც მოხდა საბჭოთა კავშირში. ამ სხვებიც იყვნენ იმ სიაში. ხო, ესეთი რამე მაგრამ მოხერხდა ჯერ ამ სამის. ესეთი რამე მახსოვს მამა ჩემისგან, რომ ამ იდეით მივიდა მაშინდელ ეს არის 54 წელი. მივიდა მაშინდელ საქართველოს ხელმძღვანელთან. ეს არ იყო მარტო მათი სახელების და მათი შემოქმედების რეაბილიტაცია, არამედ ოჯახების სტატუსით, ლოკმაპურის, ზოგ შემთხვევაში ქონება წარსმეული და ასე შემდეგ, ოჯახების რეპრესირებული. უფლება აყრილები და რომ მივედიო მასთანო, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა იყო და აი ეს იდეაო მოახსენეო და სია გადავეციო. დაახლოებით მე მგონი 30 კაციანი სია იყო, მათ შორის მთელი ეს ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, ვინც დაახლოებული იყო იმ უბედურ წლებში. ესე გადახედა ამ სიას, მე შემოხედაო და კაცო შენო რა კაი კაცი ყოფილხარო. აქამდე შენამდე ვინც მოდიოდა, ყველას დასაჭერების სია მოქონდაო ჩემთან. და აქედან ამ დღიდან დაიწყო ისევ ეს პროექტი და 54 წელს, სწორედ უკვე მოლაპარაკებით და შეთანხმებით გამოდიოდა ცენტრალური გაზეთი იყო საბჭოთა კავშირში, ლიტერატურная газета ერქვა, იქ გამოქვეყნდა სტატია, სწორედ
მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და პავლო იაშვილის თაობაზე, მათ შემოქმედებაზე და ამ სწორედ იდეით და მოთხოვნით, რომ მომხდარიყო მათი რეაბილიტაცია. მოხდაც კიდევაც ეს რეაბილიტაცია და ამას მოყვა მერე მთელ საბჭოთა კავშირში მთელი ეს პროცესი. ტალღა გაგრძელდა. ხო, ესეც ასაკურველია. ერთი დეტალი მინდა დაუმატო. პირად სიმამაცეზე როგორ ვერ გაგტეხავს, აი რაზეც დათო ამბობდა, თავგადასავლების რაც იყო. აქ პანეგირიკებს კი არ ვარიგებთ და არ სჭირდება ამ ბუმბერას კაცს, მაგრამ და პოეტს, მაგრამ აი რა იოლად შეიძლება გატყდეს ადამიანი, როდესაც შენი სათაყვანებელი უფროსი მეგობარი და კოლეგა შენატარებს ხტომას, მაღლა გასროლის ხმა არის და ყველას დაასტარი, დაინახე თავქალახტილი პაოლო და ამ სიცხში დაიჩოქე და დაიწყე ტირილი და ფერება და აი ამის შემსწრე სხვა იმას კოლეგას მივხვდეთ, რომ ძალიან იჭერი კაცი იყო ერთი. ესე იგი ისეთი შეუტიეს ბაზონ ირაკლის, ახალგაზრდა ბაზონ ირაკლის, რომ ლამის გვერდში მიგიწვევთ. აი, როდესაც ესეთი ისენი თქვენ ბერიას თვალებში ჩაგიხედავთ, ერთხელ მესუშგენწმა თქვა. აი ესეთი რაღაცები რო გავლილი, აქ ხანდახან რუსთავ, სადაც არ უნდა იყოს, რო ვეჭხუბებით, რო ვეხმალავებით, ძალიან ძლევამოსილ მტრებს, ძალიან იოლია ინსტინქტს აყვედა, რაც შეიძლება უფრო კომფორტული გზა აირჩიო, რასაც კონფორმიზმი ქვია რა. ელემენტარული და არ შეეცადო იქ შეხვიდე იმ ველში, რომელიც ძალიან კარგად გახსოვს სურნელებაც, ხმაც, იმ გასროლის, იმ სისხლის სუნის, იმ რეაქციის, რაც შენ გარშემო ადამიანები რო გეგონა და არადამიანური სახე რო გამო. შინაგანი სიმამაცე ბოლო წუთამ. სიმონ ჩიქოვანმა კულტურად შინაგანი სიმამაცის ნაყოფია, ჩემი აზრით, როცა ეს თქვი, აი რას გულისხმობდი, ცით შენ უმბერტო ეკო წერს ერთგან, რომ მე იმას კი არ ვწერ, რაც ხალხს უნდა. მე წერ იმას, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდეს. სხვა სივრცეში გინდა, რომ გაიყოლო, თანამგზავრი იპოვო ამ კითხველ საზოგადოებაში, თანამგზავრს ეძებ, რომ იქნება კიდევ სხვა სივრცე გაუხსნა, იქნება კიდევ უფრო სხვა სიმაღლეებში გამოყვეს, ჭეშმარიტ ღირებულებას სიტყვა იქნება, ეს მელოდია იქნება, თუ თეატრი იქნება, თუ რაც იქნება. იგივე შრომა ჭირდება მსმენელისაგანაც, მაყურებლისაგანაც და მკითხველისაგანაც, რაც შემოქმედმა ჩადო შრომა და განზრახვა. და აი ამ განზრახვას, როდესაც ერთგულებ და კულტურული სივრციდან არ გახვალ, თანამგზავრს ეძებ, მაგრამ მასიური ახტაცების საგანი რო ვერ გახდები, ეს წინ და წინ იცი შენ. იმიტომ რომ მასიური ახტაცების საგანი ხდება ის ხალხი, ვინც იმას წერს, რაც ხალხს უნდა. ზათხართ კივილი. კი ბატონო. ახლა კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს მოусმინოთ და შემდეგ დავუბრუნდებით სტუდიაში. Sia
ახლა სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი, ბატონი საბა მეტრეველი უნდა მოვიწვიოთ. ბატონ საბა, ჩვენ ვსაუბრობთ ირაკლი აბაშიძეზე, თანამედროვე გადმოსახედიდან, როგორ აღიქვამთ მის პოეტურ მემკვიდრეობას დღეს? რა საინტერესოა რა, ირაკლი აბაშიძე დიდი ფიგურა და ირაკლი აბაშიძე დიდი ლირიკოსი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის გასათვალისწინებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ლირიკოსზე. და ლირიკა ეს შემოქმედებითი პროცესი არის ტრანსფორმაციისა და რეპრეზენტაციის აქტი, ხო? მაგრამ ძალიან რთული. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როცა პოეზიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ საქმე გვაქვს ცნობიერისა და არაცნობიერის შეხვედრის ადგილთან. და აი ამ სივრცეში, როცა ქაოსიდან, ბატონო ლაშახუასია, ქაოსიდან უნდა შექმნას პოეტმა წესრიგი. ანუ რა? იმან უნდა შექმნას ახალი ემოციური სინამდვილე. და ამ ემოციურ სინამდვილეში ტოვებს საკუთარ ანაბეჭდს. ახლა ამ ხრივ თუ შევხედავთ ირაკლი აბაშიძის პოეზიას ამ ეპოქის გადმოსახედიდან, რა, კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი. თუ ჩვენ ლექსის წერას, ამ შემოქმედებით პროცესს მივიღებთ თამაშის ხელოვნების ნაწილად. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი აბაშიძისთვის პოეზიაც იყო ნიღაბი, მაგრამ ნახეთ რა გაგებით ნიღაბი. ოსკარ უაილდი ამბობს, მიეცით ადამიანს ნიღაბი და ის გეტყვით სიმართლეს. ასე რომ დიდი სიმართლე, პიროვნული სიმართლე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ირაკლი აბაშიძის პოეზიაში. ირაკლი აბაშიძის პოეზიაზე როცა საუბრობენ, სულ რაღაცა მაგალითად მოჰყავთ მისი არაჩვეულებრივი ციკლი რუსთაველის ნაკვალებზე და პალესტინა, მაგრამ მას აქვს არაჩვეულებრივი ჟანრის და ხასიათის სხვა ლექსებიც და მათ შორის პატრიოტული ლირიკა. საბა შეგაწყვეტინე, ვიცი პირველი ლექსი ბავშვობაში, მახსოვს დედა კითხულობდა ბატონ ირაკლის ლექსებს. აი შეიძლება წაიკითხე. დავეძებდი შენ პატარა ნაფეხურს. მაგრამ პირველი ლექსი, რომელიც წავიკითხე და რომელმაც აი საოცრად იმოქმედა, ეს ხო ბრმა მამაზე დაწერა. მოხუცი მამა. და ნახეთ როგორ განიცდის სამშობლოს, რა დახვეწილია, თან რა გულუბრყვილოა თითქოს, მაგრამ ბავშვური სიწყფელით რომ გეუბნება, სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი. მაგრამ ცირე ხარ შენგენაცვალე და სულ პატარა ხარ გულის ოდენა. აი ნახეთ, ასე დანახული. ამას როცა წერს ირაკლი აბაშიძე, საკმაოდ დიდია ის ასაკით და სულ არ არის ესე ჭაბუკის დაწერილი ლექსი. მაგრამ მას ასე შეეძლო სამშობლოს განცდა, სიყვარულის განცდა. ქართული საქმე ალბათ დამეთანხმებით და უმნიშვნელოვანესი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ის იყო დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. აი ერთ მოსაზრებას შევეხმიანები, რაც ბატონმა საბამ ბრძანა. აი დღეს ყველა იჩემებს პატრიოტობას. ეხლა დღეს პირველად არ ხდება ეს ამბავი. ეხლა მე ნამდვილად არ მახსოვს, რომ ამა ჩემი ყოველ დილას იწყებდა განცხადებით, როგორ მიყვარს სამშობლო. არ მსმენია ეს აღიარებისგან, იმიტომ რომ ეს ასეთი, ასე ვთქვათ, განცხადებებით არ მჟღავნდებოდა ეს. დეკლარირებული სიყვარული. ეს იყო თემა, რაც საქმით უნდა დაგვემტკიცებია, უნდა დაემტკიცებიათ მათ. ეს რაღაც დეკლარირების თემა არ იყო. ნუ ბოლოს და ბოლოს ეს რაღაც ბუნებრივი მოვლენაც არის, რომ დედა უნდა გიყვარდეს, მამა, შვილი, სამშობლო, ბიძაშვილი. ბუნებრივი მდგომარეობა სულიერი. აი ჩვენ ეხლა ხანდახან ესეთი განცდა მაქვს, როდესაც განსაკუთრებით აი პოლიტიკოსების მას უყურებ დებატებს და განცხადებებს, რომ ამით იწყებენ და ამით ამთავრებენ, მაგრამ ეს არ არის პროფესიაო, ბატონმა რეზო თაბუგაშვილმა ბრძანა. პროფესიონალიზმი არის პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი.
ბატონო ზრო, როგორ მოახერხა ბატონმა ირაკლიმ საბჭოთა პერიოდში მიიღო დასტური ენციკლოპედიის გამოშვებაზე? ნუ ხა თავისთავად ხშირად იმეორებენ ხოლმე და მამაც ჩემის განაცმენია რომ ენციკლოპედია არის განათლებული კულტურული არის პასპორტი. რა თქმა უნდა. და ეხა ენციკლოპედიაზე არ და მის მნიშვნელობაზე ვერ ვისაუბრებთ, ხო? ეს მოხდა 66 წელს ენციკლოპედიის დაარსება. მაშინ, როდესაც ეს იდეა მივიდა მოსკოვში ხელმძღვანელობასთან, იქიდან ასეთი პასუხი მოსულა, რომ ნუ რადგინათ ეხა ეს ეროვნული ენციკლოპედიები, ყველა ენაზე ენციკლოპედია ხო არ დაიჭერება საბჭოთა კავშირში. არის საბჭოთა ენციკლოპედია და ხელმძღვანელობთ ამით პერიოდში. ნუ მაშინ მოხერხდა ამის გაკეთება და ქართული ენციკლოპედია და უკრაინული იყო პირველი ენციკლოპედია. და მართლაც შედეგი იყო წარმოუდგენელი. როგორი მოთხოვნა იყო წარმოუდგენელი. ასეთი პოპულარული არც ერთი წიგნი არც ერთი ქართული ლიტერატურაში იყო, იმიტომ რომ 80,000-ის ტირაჟით გამოდიოდა. ეხლა ეს ფანტასტიკური ციფრია რა. ეს არ მოუზგება. დათოს დაილა ბატონი ლაშადა. ყველა ოჯახში იყო და კიდე იყო თხოვნა და ყველას უნდოდა და ასე შემდეგ. და იქ თავი მოიყარა აი ამ რედაქციის ირგვლივ მაშინდელმა ელიტამ ჩვენი მეცნიერების. მე და ბატონი საბა და მე ერთად მუშაობთ ენციკლოპედიაში და შეიძლება ალბათ დამეთანხმება რომ დიდი ნაწილი აი იმ ინფორმაციის, იმ ზღვა ინფორმაციის, რაც იმ უნივერსალურ ენციკლოპედიაშია ჩადებული, დღესაც რელევანტურია. იქ სტატიებია ისეთი მეცნიერების, რომ თავისთავად ფასეულია ისა და თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი. ასე რომ ეს იყო აი ძალიან დიდი ეროვნული საქმე ნამდვილად და ეს კეთდებოდა ყოველგვარი აი სამშობლო მიყვარს ახლა ეს ყოველგვარი ლოზუნგების გარდა. ცოტა იუმორი რო დიახ. ერთი ასეთი ისტორია არის რომ მაშინ ყველა რესპუბლიკაში თქვა ხელმძღვანელი მეორე პირი იყო მოსკოვის მიერ დანიშნული რუსი მეფის ნაცვალი და მას უთხრეს ჩააწვეს ეს და უთხრეს რომ აიო ენციკლოპედიაშიო რომელიღაცა ტომზეა საუბარი თუ უბრალოდ ტომეულებშიო 500-ზე მეტიო მენშევიკი ყავთო შეყვანილიო და ნუ მოხდა ამ საკითხის უტრირება, მე მოხდა ისე რომ დაიბარეს განხილვებზე და ნუ სამჯერლოზე გაიტანეს ეს საკითხი და იქ არის ეს კაციც მართალი არისო, რასაც ბრძანებენო, რომ თქვენო ეს კაცი მეფის ნაცვალი ეკითხება 500-ზე მეტი მენშევიკი ყავთო შეყვანილი ენციკლოპედიაშიო და ამით ჩემის პასუხი ყოფილა რომ აბზანებთო არ არის ეს მართალი, იმიტომ რომ 500-ზე მეტი მენშევიკი რო ყოფილიყო საქართველოში, ეხლა თქვენ აქ ვარ იჯდებოდეთ. თავარია ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი აუცილებლობა, როცა ენციკლოპედიაზე ვსაუბრობთ. რა შეძლო მაშინ ირაკლი აბაშიძემ? ენციკლოპედია თავისი არსით და არა მხოლოდ თავისი სპეციფიკით, ეს არის მაინც ქართული ცნობიერების იარაღი. და ირაკლი აბაშიძემ შეძლო რომ აი ეს მეცნიერული ცოდნა არსებული იმ ეპოქაში და კულტურული მემკვიდრეობა, დიდებული ისტორიული წარსული და აწმყო რაღაცნაირად გაერთიანებულიყო და ამის სისტემატიზაცია და შენახვა და დაცვა. ამით ქართველ ერს ირაკლი აბაშიძემ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსების, დიდებული წარსულის გაუცრეთელი დოკუმენტი დააჭერინა ხელში.
ბატონ დავით, თქვენგან დავიწყოთ რა არის ის ერთი და მნიშვნელოვანი რითიც თქვენთვის პირადად თქვენთვის ბატონ ირაკლი არის და დარჩება სულ მნიშვნელოვან პერსონად. სახურება ლექსით, საქმით, ყოველდღიური ცხოვრებით, არა აფიშირება, არა დეკლამაცია მხოლოდ და არა ფიცი და მტკიცი სამშობლოს მიმართ, რომ აი ერთი დიდი მწერლის ციტატას გავიხსენებ, შეიძლება არ აწყინოს ჩვენს საზოგადოებას. ბორხესი თავის თანამემამულებს რაღაც ჩევასავით უწერს, რომ ხელოვნურად მოეცდებით არგენტინელობას. თქვენ წერეთ და არგენტინა გაჟონავს სტრიქონებში თავისთავად. ხო არსებობს ის თქვენ სულიერებაში. აი ბატონი ირაკლის შემოქმედება, კულტურა მე ამიტომ ვახსენე, ის არავის არ ეფიცება და არ უმტკიცებს არაფერს და არ უძღვნის გაუთავებლად ლექსებს იმ თემას, რომ სხვაზე უპირატესია ქართული გენი და სხვა ნაკლებია მემეტია. ამ უკულტურო თემებს არ ეხება. ამას გულისხმობდი კულტურის მატარებლობაში, რომ ის მატარებელია მისი სტრიქონიც და მისი პიროვნებაც თვითონ მატარებელია იმ დიდი კულტურის, რომელსაც ესეთი სისადავისი დიადექ ქვია. ირაკლი აბაშიძის ღვაწლი და დამსახურება რამდენიმე ასპექტს მოიცავს და სხვათა შორის ეს არის პირდაპირი მარკერი იმისა, რა მასშტაბის ხელოვნებთან ჰქონდა საქმე. პირველი მან დაიწყო ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში 1954 წელს, როცა გამოაქვეყნა მოსკოვში წერილი, რომელიც ეძღვნებოდა 30-იან წლებში რეპრესირებულ სამ ქართველ დიდოსტაც, მიხეილ ჯავახიშვილს, პავლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს. ეს იყო პირველი კეთილი სიტყვა 30-იან წლებში რეპრესირებული ადამიანების მისამართით და სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა მაშინ მოსკოვში. საბჭოთა კავშირის რომელი კუთხიდან არ რეკავდნენ და არ მისდიოდათ წერილები. წარმოიდგინეთ, ამ წერილს ირაკლი აბაშიძე აქვეყნებს საბჭოთა კავშირის მწერალთა მეორე ყრილობის წინა დღეებში. და წერილი მთავრდება, რომ ჩვენ ამ ყრილობაზე დავიბრუნებთ ჯავახიშვილს, პავლოს და ტიციან ტაბიძეს. ასე რომ ბიძგი ფაქტობრივად რეაბილიტაციისა მთელი საბჭოთის მასშტაბით იწყება ასე და ირაკლი აბაშიძის ამ წერილით. ეს ერთი. მეორე, როცა ბელადი მოკვდება და საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდე მე-20 ყრილობამდე მაინც ნელ-ნელა რაღაც ყინული ხდება. ვიდრე ახალი ბელადები გაჩნდება. ხო, მაგრამ მაინც ირაკლი აბაშიძემ შეძლო რამდენიმე ისეთი ქართული პროექტის განხორციელება, რომელიც რა თქმა უნდა ამ გადასახედიდან ცოტა ზღაპრულადაც ჩანს. რა არის ყველაზე მთავარი და ღირებული იმაში, რომ ის ირჩევს რუსთაველის გზას და რუსთაველის ნაკვალევს. ეს იყო მთავარი სტრატეგიული ამოცანა ირაკლი აბაშიძისა, რომ ვექტორი სტალინის სამშობლო და სტალინის კულტი შეეცვალა და გადმოეტანა რუსთაველზე და საქვეყნოდ დაემტკიცებინა, რომ ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. როცა ირაკლი აბაშიძე მოსკოვში რუსთაველის ძეგლს ამ პერიოდში უკვე რუსთაველის ძეგლსაც აღმართავს და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ამ პროცესის წამხალისებელი თვითონ არის. კი, ამის ქვეტექსტი რა არის? ამის ქვეტექსტი ის არის, რომ მაშინ, როცა ჩვენ ვეფხისტყაოსანს ვწერდით, ტყეში დარბოდნენ ისინი, რომლებიც ქართველთა ველურობაზე აპელირებენ დღეს. ეს იყო ძალიან სერიოზული განაცხადი. ამას მოჰყვება მე რუსთაველის პრემიის დაარსება 1965 წელს. და რა თქმა უნდა რუსთაველის იუბილე. პოეზიას რაც შეეხება, ის ხომ ქმნის ფაქტობრივად შედევრებს რუსთაველის ნაკვალევი და პალესტინა. მე მახსენდება მერაბ ბერძენიშვილის მოგონება მცხეთაში ვიყავითო და რესტორანში ვქეიფობდით და გვიან გამოვედით იქიდან ირაკლი აბაშიძე, მერაბ ბერძენიშვილი და შოთა ძიძიგური. და ისეთი თოვლით იყო გადაპენტილი, რომ გზას ვეღარ ვიკვლევთ, როგორ წავიდეთ და დაწინაურდა შოთა ძიძიგური. რომ მე გავიკვლევ გზასო და ირაკლი აბაშიძეს შემოსახა, ბატონო ირაკლი, ჩემს ნაბიჯებს გამოხევითო.
არა გენაცვალე შენს ნაბიჯებზე ვერ ვიბლი მე მხოლოდ რუსთაველის ნაკრებზე დავდი აკვალევდი ეს იყო ირაკლებაშვილის პასუხი ძალიან მიყვარს როდესაც პოეტი გავს საკუთარ ლექსებს ეს რენესანსული პიროვნება რომლისთვისაც არც გედონიზმი იყო უცხო და არც მარტო სულობა რო ჩამოვთვალე დიპლომატი მოღვაწე თავკაცი სხვა სიტყვა ვერ მიპოვია ეხლა სიტყვა პროექტი არ მიყვარს მაგრამ რამდენი მშვენიერების თავკაცი პოეტი რომელიც ბოლო-ბოლო მაინც მარტოსული რჩება რა მაგრამ ყველაზე მეტი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი აი რაც ბრძანა ბატონმა საბამ ახალგაზრდებმა თავისთვის გაარკვიონ რას ნიშნავს კონტექსტი, როდის აკეთებ, რას და რა შემართებით. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ დღეს ირაკლი აბაშიძეზე ვსაუბრობდით პოეტზე, აკადემიკოსზე, რომელმაც ძალიან მკვეთრი ავტოგრაფი დატოვა თითოეული ჩვენკანის ცნობიერებაში.